ზელენსკიმ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების შეთანხმება ჩაშალა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის რეჟიმს სურდა ბრძოლა, ამიტომ შეთანხმება არ დაიდო. ახლა კიევის ლიდერს ყველაფრის მოგვარება სურს, აღნიშნა ტრამპმა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ასე გეტყვით, ზელენსკის უკვე მობეზრდა, მას კონფლიქტის მოგვარება სურს. ხომ ხედავთ, ის არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა ეს ომი, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერო იბიშამ პარლამენტის სესიის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას აპირებს. იაპონია რუსეთის ურთიერთობები რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს კურსს ტერიტორიული საკითხის მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ, განაცხადა სიგერომ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი დაიხურა ტოკიოს ღიად არამეგობრული პოზიციის გამო. მოლაპარაკებები უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეჩერდა იაპონიის მხრიდან არამეგობრული ქმედებების გამო, რომელმაც იმ დროისთვის ანტირუსული სანქციების 2 პაკეტი შემოიღო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აღადგენს გაზის ტრანზიტს, შეაჩერებს თავდასხმებს თურქულ ნაკადზე და შეწყვეტს მუქარას ნავთობის მარაგების მიწოდებაზე. ამის შესახებ მან ადგილობრივ რადიოეთერში განაცხადა. მიუღებელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების ისეთ ზომებს, რომლებიც უკრაინას ეხმარება და ისინი კი არაკეთილსინდისიერად იქცევიან. მე ვუთხარი ჩემს ევროკავშირის კოლეგებს, რომ თუ უკრაინას სურს ჩვენი დახმარება, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, ნებამიეცით განაახლოს გაზის ტრანზიტი და უზრუნველყოს ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის საჭირო საწვავის მიწოდება, განაცხადა ორბანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს ნახევრად ლეგალური და ლეგალური სამხედრო მეთოდები იმ მარშრუტებზე თავდასხმისთვის, რომლითაც უნგრეთი იღებს გაზს. კერძოდ, ორბანმა ახსენა რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ნაკადის საკომპრესორო სადგურები. დავოსის ფორუმზე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიაში სიტყვის თავისუფლებას მხარს უჭერენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მხარს არ დაუჭერს მემარჯვენე პარტიებს. მიანიშნა მომავალ არჩევნებში თავის მთავარ კონკურენტზე, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხელმძღვანელ ალისა ვაიდელზე. ასე რომ ილონ მასკის ქმედებებთან დაკავშირებით წარსულში ამაზე ბევრი კომენტარი მქონდა, რადგან მან ბევრი ისაუბრა ევროპის შესახებ და მე უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი. ევროპასა და გერმანიაში არის სიტყვის თავისუფლება. ნებისმიერ შეუძლია თქვას რაც უნდა, თუნდაც მილიარდერი იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ მას, თუ ის მხარს უჭერს უკიდურეს მემარჯვენე პოზიციებს და ეს არის ის, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ილონ მასკმა ალისა ვაიდელთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის შეუძლია. გარდა ამისა, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარს უჭერს ევროკავშირის დატოვებას, რუსეთთან ვაჭრობის განახლებას და კიევისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას. პენტაგონიდან ყველა, ვინც პასუხისმგებელი იყო უკრაინაზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ბოჭკალამ ისაუბრა. ყურადღება, ყველა, ვინც უკრაინაზე პასუხისმგებელი იყო, გათავისუფლებულია ან გადაყენებული. შესაძლოა ისინი სხვა თანამდებობებზე გადაიყვანონ. სრული გადატვირთვა, ასე რომ ცვლილებები უსათუოდ იქნება. ურთიერთობების ახალი ფორმატი, წერს ჟურნალისტი. მისი თქმით, ამის შესახებ მან გამოცემა ვაშინგტონ პოსტის ოფისში სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტი კოლეგებისგან შეიტყო. ბოჭკალას თქმით, ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შემაშფოთებელი და უკრაინელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა გავლენა იქონიონ არსებულ ვითარებაზე. დასუსტებული მაკრონი და შოლცი ტრამპთან გამკლავებისთვის საერთო ენას ეძებენ. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. მაკრონი ოთხშაბათს პარიზში გერმანიის კანცლერს შეუმასპინძლებს. ორივე შეეცდება წარმოადგინოს ერთიანი ევროპული ფრონტი. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარიზში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ორი ლიდერი ცდილობს ევროპის ახალი კურსის გატარებას. ამასობაში კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განადგურებით იმუქრება, წერს გამოცემა.
მიუხედავად მათი მრავალი განსხვავებული პოლიტიკისა და დასუსტებული პოზიციებისა, შოლცი და მაკრონი შეეცდებიან გამოიჩინონ ძალა და მოითხოვონ სწრაფი რეაგირება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს თავის მუქარას ევროპულ ექსპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ.